რაღაცა მოდი კიდე ერთხელ დაგათვალიერიებ შეიძლება არ გამოვიდეს კაი კადრი იმიტომ რომ აი ეს ქუჩასავით უღრანით რა აქ არ დაყაროთ ნაგავ რაღაც შენობებია გამყოფი რამოდენა ყურჯენს რო წურავდნენ ვიღაცისთვის ხო იწურებოდა რა აი ესეც რაღაცა არის აი ნახეთ მერე თუ მოვახერხე და აქეთ მოხვდი კიდე გააჩნია საშუალება როგორ გვექნება მაგასაც დაგათვალიერებინებთ რა უბრალოდ უფრო დღის შუქზე საქართველოში დავხეტიალოთ მე და ბატონი დავითი და ხან შემოგვაღამდება ხოლმე ხანსა და აქ ექნა აქ საძირკველია ხო და შეიძლება არ ვიცი აქ რა იყო იქიდან ქუჩაში შეიძლება ხო შემოსასვლელია იქიდან ნუ თქვენ კომენტარებში დაწერეთ აი ეს რა შენობა იყო აი იქ არის ეკლესია იქით აქეთ არის აი ესეთი რამე რა და რა ვიცი აი მეგობრებო მოდით უცნობი საქართველოს დაათვალიერეთ ბევრს ვერ ნახავთ სანახაობას ტაძარის მიმართ ბუნებას ნახავთ ულამაზეს არა ეგ სანახაობა მაგარია შენ წარმოგიდგენი ეს რა დონის ის არის გაკეთებული რა ქვია ღვინის ეს იცი რაც გავს ო ღვინის აწახი რა გადახურული რო იყო ის დიდი იჭერდა აი გვალი რო აი ო სვეტია რა ქვებიალაკი უძან მაგრესი ადგილია ბუნებაც ძალიან ისეთია ბუნება არის სასწაული დინარე აი ესეთი ადგილია მე და ბატონი დავითი სანამ შეგვიძლია და ჯარი მოგცეს ბატონო დავითავს ვიაროთ საქართველოში მე ძალიან მოდით რა აბა რა შილო აი ეგ ყველა ქვა ჩვენი წინაპრების სისხლით არის მორწყული ოფლით არის დაასრულილი და გაუბედურებული კიდევ ერთხელ გაჩვენებთ აი ამ მაინც ვიღაცას მოუგნო ბუნებაში ჩაფლულ უნიკალურ ეკლესიას ვიღაცას მაინც მოუგნია ვარა უშასე აი ესეთი რაღაცა ეკლესიაში არა დაჯავი აი ესეთი რამეა რა ვიცი ეხლა ზაფხულია მობძანდით იმოგზაურეთ საქართველოში და ბატონი დავითი რასაც შევძლებთ და როგორ შევძლებთ აი ესე გიდობას გაგიწევს საქართველოს რავი კუთხეებში არა ეს